საღამომშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ძალიან ესეთი მოკლე ლაივი მინდა ხრცლად ნახდათ. არა მაქვს სურვილი საუბრის, იმიტომ რომ არა მაქვს ბოლომდე შესწავლილი დღეს რუსეთის ბნელ პრეზიდენტთან იყო ინტერვიუები და ანუ ხალხთან რუსეთის რეგიონების და საერთოდ მოსახლეობასთან საუბრის ასეთი ფორმა არის რუსეთში, ამ ბნელ რუსეთში, ისე ბიჭო, დემოკრატია ვართო საქართველოში ყველა ვენებს იჭრის, კაცო, გინდა სააკოვი ყოფილიყო, გინდა ეგე რა ქვია, ჩვენი ოჩოპინტრე იყოს ახლა და გინდა კობახიძე იყოს და გინდა დანარჩენი იყოს. მე არ მახსენდება, რომ მსგავსი შეხვედრები ამ დემოკრატიულ ჯორჯიაში გამართული იყო და ან რეგიონალურ პრესასთან ყოფილიყო საუბარი, ან უბრალო მოსახლეობასთან ყოფილიყო საუბარი, კითხვა დასმულიყო, პასუხი გაეცათ, ვერ ამაღლდა ესა ჯორჯიის დემოკრატია ამ რუსულ ბნელ დემოკრატიაზე და შეკრებილი ყავთ იქ 3-4 სექტანტი, აქეთ სექტავიზიები ყავთ, რომელზეც წინასწარიციან რა პასუხიც უნდა გაცენ და აქეთ შეკრებილი ყავთ ისა რა ქვია, ჭუტა იმედი და ყუტა პირველი და ესენი და თავის ემაში რა ქვია, მოიყრიან თავს რა, თავის პონჩში რა, სასტავში, ნაცი და ქოცი, ნაცქოცური ტელევიზიები, სხვა არავინ არაა აბაო და დაიწყებს ეს ჩიჩილაკა ლაპარაკს და შეთანხმებულ კითხვებს წინასწარ დაუსვამს იმედი, მერე ეგენი დაუსვამენ, არის ასე ისტერიკა და ამ ორღობის ესა რა ქვია, ორღობის ტლიკიტლიკინს მერე პოლიტიკას უძახიან და ესა რა ქვია, პოლიტიკურ განცხადებებს და ბრიფინგებს და მოსახლეობასთან საუბარს და ამას ხალხიც რომ მერე სერიოზულად განიხილავს სოციალურ ქსელში, რომ ვაიმე ეს თქვა იმან და აი ამ დონის დემოკრატია კი არა, ამ დონის ორღობის ტერიტორიული წარმონაქმნი არის ჩვენი ეგრეთ წოდებული სახელმწიფო, არა გვაქვს ჩვენ სახელმწიფო და აი რაღაცა ესეთი სისხლის მსმელი და ბნელი პუტინი აგე რა, გინდა რუსი იყოს ჟურნალისტი, გინდა ამერიკელი იყოს, არა აქვს პრობლემა, ზის და ელაპარაკება. ეხლა ვაკვირდებოდი, ამერიკელი ჟურნალისტები ყავდათ და დაუსვეს კითხვა და კიდე მისცა უფლება თუ რამე გაქვთ დასასმელიო, კიდე დამისვითო, აგე რა ვარ მე და აგე რა ხართ თქვენო და გაგცემთო პასუხსო რა, არ დამალვია ის კაცი იმას რა ქვია. ბიჭო, ამის დედავატირე, ესე იგი, მერე ამას ეს ჩვენი შიგ ევროპელები ამას ვერ ხედავენ რა, იცით, ამას ესა რა ქვია, დემოკრატიას ამაში ვერ ხედავენ. დემოკრატია არის მარტო ამათი გაგებით. ჩემო ძმაო, რა ვიცი, სხვასთან ისმის და შენთან არ ისმის ჩემი ხმა? რა ვიცი. დაწერეთ, აბა 100 ადამიანი, 105 ადამიანი უყურებს და რატო ჩავთი ახლა რა ქვია, ეს ვიდეო ლაივი რაზე მინდოდა რა, ისა რა ქვია, ხაზგასმა. ბოდიში პირველ რიგში რაღა პირველ რიგში დღეს ნიკოლოზობა არის და ყველა მართლმადიდებელს გილოცავთ ნიკოლოზობას, სწრაფშემწევი წმინდანის ძალა გეწეოდეთ და ნიკოლოზობის მადლი ფარავდეს სრულიად გამოშტერებულ, გამოყრუებულ იმას რა ქვია, საზოგადოებას, რომელსაც რა ვიცი, ევროკავშირის დროშის მეტი და LGBT დროშის მეტი არაფერი არ აქვს დარჩენილი საქართველოში და ღმერთო მობრუნებული იყოს ქართველი ხელახლა არის, გასანათლი და ხელახლა არის, გონია გასაქრისტიანებელი, რო ვაკვირდები ამ ყველაფერს დაშტერებულში. 100,000 მოწამის ქვეყანაში 60,000 გირჩელი რო გეყოლება, რა უნდა თქვა ხალხმა, რომელმაც ჯარში მსახურის გამო წმენაზე თქვა უარი, რა ვიცი. ამიტომ ვამბობ ამ ყველაფერს და აი რა რისკენ მიმყავდა ეხა ეს საუბარი, რატო ჩავთე ვიდეო ლაივი თქვა. დავაკვირდი ერთ საინტერესო მომენტს, როდესაც პუტინმა გასაგებ ენაზე ახსნა თავისი იარაღის და თავისი ძალის დემონსტრირების საკითხი. ეს იყო ეს ფუნდამენტალური საკითხი არის, იცით? იმიტომ რომ 2007 წელს, როდესაც მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პუტინმა წარმოთქვა სიტყვა
აი უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და მაშინდელი მოვლენები, ვისაც ახსოვს, სანამ საქართველოს ნატო კვატოში მიღებას პირდებოდნენ, მაშინ იყო ესეთი მომენტი, რომ როდესაც პუტინი ეუბნებოდა ესეთ რაღაცას, არ განათავსოთ სარაკეტო სისტემები რუმინეთში და პოლონეთში, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის საფრთხეს წარმოადგენს საფრთხეს, რომელიც საფრთხეს არაფერ შუაში არ არის, აქ ირანი არის რუსეთის საფრთხე, იმიტომ ჩვენი ტერიტორიის გადაფარვას ცდილობენ. ისა პოლიტიკოსი რას ამბობს ერთი არის, რას აკეთებენ სამხედროები ეს არის მეორე. ანუ ეს ფარი, რომელსაც ევროპელები და ეს ნატოელები ქმნიდნენ, რეალობაში კარგად იცოდნენ რუსებმა, რომ ეს იქნებოდა რუსეთის წინააღმდეგ. და ესო ჩვენ ტერიტორიის გადაფარვას უახდენსო და ნუ დააყენებთ ამასო თუ არა ვიმუშავებთ შემდეგ ჩვენი გეგმები გვაქვს და მაგ გეგმებში მოეტნა საქართველოს სხვათა შორის. მაგ გეგმებში მოეტნა საქართველოს, იმიტომ რომ ბარეული დებილი მზად იყო მაშინაც, რომ საქართველოს ტერიტორია ოღონდ ნატოში მიეღოთ და ნატოს ბაზებისთვის დაეთმოთ და აქ ყოფილიყო რუმინეთში კი არაოთ, აგერო საქართველოში გახსნანო ესო, კაცო. ბაზები ახლა მაშინდელი საუბრები ძალიან კარგად მახსოვს და მაშინ ჯარში მსახურობდი და შეიძლება ბევრმა იმდენი რაღაც არ იცოდეს, რაც თვითონ შეიარაღებულ ძალებში ისმოდა, ოფიცრები რას ლაპარაკობდნენ და როგორი დამოკიდებულება იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და აი მაგას მოყვა მე ეს ყველაფერი ნატოს გაფართოების ამბავი და მაშინ მოეტანა საქართველოს ამ ყველაფერში. 2008 წელს. როგორც აღმოჩნდა, ხო? ეს ბნელი პუტინი, ეს ბნელი რუსეთის პრეზიდენტი, მაშინ იყო მართალი. და ყველამ დაინახა, რომ უკრაინის ომაც და საქართველოს ომაც აჩვენა, რომ დასავლეთი რუსეთთან ომს აპირებდა ქართველების და უკრაინელების ხელით მისი იარაღით. თვითონ ნაკლებად. და ეს მოვლენები სინქრონში მიყვება ერთი მეორეს. აი მათმა მაინც განათავსეს ის რაკეტები იქ, მაინც გააგრძელეს ის პოლიტიკა, რა პოლიტიკასაც მიმართავდნენ, ანუ საქართველოს და უკრაინის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ, მაგრამ ჭკვა ვერ ისწავლეს საქართველოში მაინც ბევრს, იმიტომ რომ არ უყვართ ქვეყანა, რეალურად არ უყვართ, არ აინტერესებთ. ჩვენთან ვერა, აგერ უკრაინაში იმდენი მისი ქვეყნის მტრები აღმოჩნდა, მოკლედ რაზეა ლაპარაკი და აგერ ჩვენ ხო ცხვირპირი წავამტრიეთ, ახლა უკრაინა ამტრევს ცხვირპირს და დაუსვეს ესეთი კითხვა, რატო ქვიაო, ესეო რა ქვიაო, თხილნარიო თქვენ რაკეტასო რა, სიმართლე გითხრათო გაცა პასუხი, მე არ ვიციო ეს დეტალებიო, რატო ქვია ამ ყველაფერს თხილნარიო. შეიძლება მართლაც არ იცოდეს, რატო ქვია ეს სახელი. და შეიძლება სპეციალურად დატოვოს, იმიტომ ასეთ რაღაცებს თვითონ სამხედროები არ ქმნიან რა, ზედმეტ სახელებს იარაღს. так რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს? მაგრამ უთხრა ესეთი რაღაც. ჩვენო როდესაც გეუბნებოდითო, ნუ განათავსეთ პოლონეთში, ნუ განათავსეთ რუმინეთში. თუ არა ჩვენ ვიმუშავებთ და შევქმნით ისეთ იარაღს, რომ ეგ იარაღი ჩვენთვის უკვე აღარ იქნება საინტერესო და ვერაფერს ვერ გვიზავს. ჩვენო შეგვიძლიაო, აიო, ხო თავს იკლავენო. გამოიყენონო თუ უნდათ. გამოიყენონო თუ უნდათ ეგ იარაღიც. ეს ისე აგდებულად და ისე უთხრა, რომ მე მოაყოლა, რომ თუ ძალიან დიდი ინტერესი გაქვთ, ძალიან დიდი ინტერესი გაქვთ ჩვენი იარაღისო, შეკრიბეთო მთელი თქვენი საუკეთესო შეიარაღებაო, რომელიც დაცვის ფარს წარმოადგენს და მოვაწყოთო აი ესეთიო დუელიო. აი ელემენტარული დუელი მოვაწყოთ. თქვენი საუკეთესო დაცვითი იარაღიო კიევში განათავსეთო, ну ეს პეტრიოტების სისტემა არის, ჰადის სისტემა არის და ასე შემდეგ. და ჩვენო დავბომბავთ იმ ადგილსო და ნახავთ აბა ერთიო თქვენიო ტექნიკაო თუ დაიჭერს. ბიჭო, ამას ამბობს სოფლიოს ყველაზე მეტი ბირთული ქობინების მეპატრონე ქვეყნის პრეზიდენტი. და მედიო ერთიო ნახო თუ აბა რისი გამკეთებლები ხართ. პირდაპირ უთხრა. აი თუ გინდაო რაღაცო კიევსო მანდა მაინც მე კითხეს გასაუბრების მე შეუძლიათო სხვა ადგილიც აირჩიონო როგორც უნდათ არაა პრობლემა. ხო და ახლა მე მაქვს ერთი კითხვა მაქვს რა ამ შიგ ევროპელ ქართველებთან რა ღრმად რო აქვს შიგ
და იმიტომ კომენტარს წავაწყდი, რომ ვინ ჩემი ფეხები არის და პუტინი სულ ასე იმუქრება და ვის რა ეს ხო იცით ეს ჩვენი ლიბერასტული აი ესეთი შემოთავაზება მაქვს მე იმათთვის რა ქვია შიგ ევროპელი ქართველებისთვის მოდი საქართველოს ტერიტორიაზე ხوار მოვაწყობიოთ შემთხვევით დუელი შემოვატანიოთ მთელი ნატოს შეიარაღება განვათავსოთ სადმე იქ ან ვაზიანში განვათავსოთ ან რავი თუ გინდათ იქეთკენ კოლხეთის დაბლობისკენ სადმე და უთხრათ რომ აი გადმოგვეცი იარაღი და აბა თუ დაგბომბავს რა ვეკითხებ ერთი ამათ ძალიან რო უხარიათ ეს მოვლენები რაც უკრაინაში მიმდინარეობს და რომ თვითონ ჩვენ არაფერი მოგვივა რამდენი დებილი იქნება ახლა იმის სიტყვაზე აი რატო ამბობ რამდენი დებილი იქნება იმის თანახმა აბა რაო კაცო მოგვაწოდონო შეიარაღებაო და იმას ვქნათ მე ხა იმას არ ვამბობ რომ საქართველოს შეიარაღება არ ქონდეს და ჯარი არ ყავდეს და ასე შემდეგ მაგრამ ვისი მოკავშირე უნდა იყო ვის წინააღმდეგ აი მოკავშირე იყო ვისი მოკავშირე უნდა იყო ვის წინააღმდეგ აი ხლა როდესაც ვამბობ მე ვინც წივის და კივის და ვინც ჩხივის და ეგ ერთი ამბავი რო აქვს რუსთაველზე გამართული და ვენებს იჭრიან ესენი ყველა არიან საკუთარი სამშობლოს მოღალატეები ზოგიერთი აი ეს შეგნებულად და იციან ამაში ფულს იღებენ და სულ ფეხებზე კიდიათ ზოგიერთი შეუგნებლად არის და საინტერესო მომენტი იყო კიდე იქ განაცხადა მეორე რაღაც უკრაინაშიო და მართალია ახლა ხო ყველა ხედავს აგერ სოციალური ქსელია და ტელეგრამ არხებია და ასე შემდეგ და ყველა ხედავს რომ ყველა მიცის ინფორმაცია რომ უკრაინაში ძაღლებს უპატრონო ძაღლებს იჭერენ და სადღაც მიყავთო უპატრონო ძაღლთა თავშესაფარშიო და ამ ხალხსო იჭერენო და ძალით მოათრევენო ფრონტზეო ძალით მოათრევენო უნდათ არ უნდათ ომიო მაინც მოყავთ სულ მალეო აი ძალიან მალეო ჩვენ გავწყვიტავთო ყველას ვისაც ომი უნდაო ჩვენთანო და დარჩებაო ისეთი ხალხიო უკრაინაშიო რომელსაც აღარ ენდომება ომი და მე დაველაპარაკებით და ამას ამბობს ვიზე იცით კავკასიელზე კი არ ამბობს ქართველზე კი არ ამბობს ჩეჩენზე კი არ ამბობს ავღანელზე კი არა ვიღაცაზე კი არ ლაპარაკობს ამას ლაპარაკობს მისი სისხლის, მისი ხორცის, მისი გენის, მის ტყუპ ძმაზეა ლაპარაკი. და თუ ვინმე გამოვადა ახლა იმას მეტყვის რომ უკრაინელს და რუსს შორის დიდი განსხვავება რამეთი, გინდა გენეტიკურად და გინდა აზროვნებით და გინდა ასე ძალიან შემცდა. ხო მექნება კი TikTok-ზე მექნება კონფერენცია. რა უნდათ ერთი მაგათ უნდა გავარკვიო ერთ სამბოლო. მაიგ ცალკე თემა არა ახლა სერიოზული საკითხის თემა. ხო და არ შედის ვიზია თქვენ ტვინში რამე? კიდევ აგესმით, ხო? აი, საერთოდ მე ნუ გაგიკვირდებათ. მე დანარჩენ საქართველოს და დანარჩენ ქართველობას მიმართავ, რომელსაც რო კითხო, რომ კი ბაზარი არაა, რა ქვია, არც რუსეთი გვინდა და არც ევროპა გვინდა და ეს გვინდა, ისე ნორმალურ ქართველობას მიმართავ რა. აი ეს ნაგავი საქართველოში სანამ იდუღებს, მარტო ლაპარაკი არ გვარა ამ ყველაფერს. ამას ქმედება თუ არ მოყვა საქართველოს ყოველთვის იქნება აი ესეთი უბედურების სამიზნე რომელიც სამიზნეც ერთხელ უпростоრად 92 წლის მერე შევარნაძის წყალობით და მერე გაგრძელებული იმისი რა ქვია იმათი სააკოვის წყალობით მოხდა უკვე საქართველოში მაგრამ არ ახსოვთ და არავის ხდება და თუ აი ამ ნაგავს რომელი ნაგავის ახლა გადაივლისო ხო ეგ ყველაფერი და თუ ამ ნაგავს საქართველოში არ მოევლება ერთხელ და სამუდამოდ არა აქვს მნიშვნელობა ეს თქვენი შვილი იქნება თქვენი ძმა იქნება თქვენი და იქნება თქვენი ბიძაშვილი იქნება
ქართველებს საკუთარი ხელით დააქცევიებენ საკუთარ ქვეყანას. ერთხელ დაიქცა, ორჯერ დაიქცა, სამჯერ დაიქცა და საბოლოოდ დაასამარებიებენ და ახლა ერთი რაღაცის თქვა მინდა ახლა რამოდენიმე მომწერა ისა აფხაზეთთან დაკავშირებითო საინტერესო ლაივი იყო და კიდევ თუ შეიძლება ვისაუბროთო მაგ საკითხთან დაკავშირებითო აუცილებლად ცოტა მოცლილად და აუცილებლად გაგესაუბრებით, იმიტომ რომ რაშია საქმე იცით, აფხაზეთში უკვე დაიწყო ის დაიწყო, რაც უნდა ჩვეულებრივი, ანუ ჯაჭვური რეაქციის შედეგი. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში უკვე ეგრეთ წოდებულმა დეპუტატებმა უკვე იარაღებით დაიწყეს ერთმანეთის დახოცვა. ხო და ერთხელ გაგვაშტერეს ქართველები და ერთხელ აფხაზებიც ძალიან გემრიელად გააშტერეს და მონტე-კარლოს და მონაკოს ნაცვლად რაც მიიღეს, ეგერ მიიღეს. ახლა დიდი შანსი აქვს, რომ კიდე მიიღონ ერთი მაგნაირი სიტუაცია. ხო. და რაღაცაში ისე ენგურს გაღმა და ენგურს გამოღვა ხალხმა პატარა ტვინი რო გავანძრიოთ ქართველებმა. ცოტა უკეთესობისკენ წავა ყველაფერი. მე იმაზე არა მაქვს ახლა ლაპარაკი იქ რაც ხდება. იქ სხვა მოვლენები არის, იქ ჩვეულებრივად მაშინაც 90-იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის ქონების დასაკუთრებაზე კლანური ბრძოლა იყო და ერთ-ერთი მიზეზი მაგომის ისიც იყო, რომ იმ აფხაზეთში იმ ქონებას ვინ დაითრევდა და როგორ დაითრევდა და რანაირად დაითრევდა და სხვათა შორის საქართველოშიც იყო მაგი ახლა ეს წითელი ინტელიგენცია, რომელიც პუტჩისტობდა, მერე დაუფასდა იქ ყველაფერი იმას და აი ახლა გვაქვს კიდე ერთი დიდი შანსი, რომ მსგავს რაღაცაში გავყოთ თავი. მაგ თემასთან დაკავშირებით მე ცალკე ვისაუბრებ და აი ეს მოვლენა და თან ადამიანს ეტყობა, როდესაც საუბრობს, ის როგორ საუბრობს და რანაირად საუბრობს. დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში მსგავსი საჰაერო ფარი, რომელი ფარიც დაიცავს რუსული აგრესიიდან საჭიროების შემთხვევაში. და ასეც უთხრა. თქვენიო რუმინული საჰაერო სისტემებიო დიდი 300 კილომეტრზე იცავდესო რა, იმასო რა ქვიაო. პოლონურიო 1000 კილომეტრზე იცავდესო. ამ რაკეტასო რო იცოდეთ 5000 კილომეტრზე მეტი აქო დისტანციური სროლის მანძილიო და. როდესაც ასეთი უზარმაზარი სოფლიო გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება და დგება. აი ეს ჩვენი ჩიჩილაკები, აი ეს ჩვენი ეს რა ქვია ახლა ამაზე მე არ მაქვს ოპოზიციებზე, ეგრეთ წოდებულ ოპოზიციაზე ლაპარაკი, მაგრამ ესო ხელისუფლებაა და სახელმწიფო ხო არის. იმაზე არის ორიენტირებული ვიღაცა პეტუხი ჩამოვიდა იმიდან ევროსაბჭოდან და დახვდა ისა რა ქვია ადგილობრივი დედლები. და ამას უსმენს ასი და ამას ტრიკინობს მთელი საქართველო და სულ ფეხებზე კიდიათ კაცო. ნაციონალები ხო დავამარცხეთ და ხო დავამთავრეთ ნაციონალები და ასე შემდეგ. არა, მეორე მკვდარი, ერთი მკვდარია და მეორე არა მკვდარი. რა ხდება ჩემო ძმაო და მაგ საკითხთან დაკავშირებით არის მარტივი რაღაცა, იმიტომ რომ დაიწყეს ჩვეულებრივი როგორ გითხრა, ეს ქუჩური გარჩევა. ქუჩური გარჩევა ხო გინახიათ? ვიღაცის რაღაცის წილი აქვს, ვიღაცის რაღაცის წილი არა აქვს. დაიწყეს იმაზე ლაპარაკი, რომ ბიტკოინების ქარხნები ზოგი ჩემი იქნება, ზოგი ამის იქნება და კანონის მიღება აუკრძალოთ, არ აუკრძალოთ და ამდენი ხანი დარმავოიფულ შოულობდნენ და დაერიენ ერთმანეთს, ფულის გულისთვის დაერიენ ერთმანეთს, თორე ახლა აფხაზეთის დამოუკიდებლობა და აფხაზი ხალხი და აღარავის აღარ ახსოვს. საკუთარ სკოლებში იმგენს იპარავენ, რა ქვია, ახლა მაინც არ სწავლობენ იქ სისხლისველი ქართველის ბავშვები. აფხაზეთის მიბმულია ამ საკითხებთან დაკავშირებით ისე. იმიტომ რომ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს ეხება. 1000 უბედურებაა რა მოსალოდნელი და პატარა ხო შეიძლება რომ დაბრძენდეს ადამიანი, მაგრამ ტვინი გაანძრიოს. არა. თუ არა, რასაც მიიღებენ რა. ეგ იქნება და ეგ. მე შემოთავაზებას გეუბნებით ისე. გამოყავით ტერიტორია და ტერიტორიაზე მოაწყობიეთ დუელი. ჩვენ ხო
ყველაზე შიგ ევროპული ქვეყანა ვარ და შიგ დასავლური ქვეყანა ვარ. და მე ალბათ შეიძლება რუსებმაც თქვან, რომ მოდი დავწყვიტოთ იმდენი ქართველი, რამდენ ქართველსაც უნდა ომი საქართველოსთან და ვისაც ენდომება მშვიდობა ვიცხოვროთ მე მშვიდობაში იმ ხალხთან, რაც უკრაინაში ხდება. ამის ტვინი არა აქვს ამ ხალხს. ჩემო ლაშა, სირია მაგარი განთავისუფლებულია. სირია იმნაირი განთავისუფლებულია და სირიაში იმნაირი დემოკრატია, დამდგარი შემოძმაო გამოყავთ, აგერ ქალები და ქუჩაში ყავთ დამბული იმითი, რა ქვია, ჯაჭვით. მაგრამ მაგას არავინ არ უყურებს, გაიგე? და ეს ვიღაცებს კი არა, რა ჩვენი რატო ვამბობ ახლა ამ ყველაფერს, კაცო, ეს ვიღაცის დაწერილი კომენტარის გამო კი არ ხდება, კაცო. გუშინ აქ იყო ჩამოთრეული ესა სალომე ზურაბიშვილი. პრეზიდენტია, ხო? ან პრეზიდენტი ქვია. და პირდაპირ ამბობს, კაცო, უკრაინაში და სირიაშიო თუ წააგო ისა რუსეთმაო იმაშიო საქართველოში რატომ მოიყვანო გადააქციეთო საქართველოს პოლიგონად. ამას ამბობს ქვეყნის პრეზიდენტი. არ ვიცი ძმაო, აფხაზეთში ჯერჯერობით რკინიგზის აღდგენაზე არ არის საუბარი. ყოველ შემთხვევაში აფხაზეთში ბევრი რაღაცები უნდა მოხდეს. ბევრი რაღაცები უნდა შეიცვალოს. ერთ-ერთი საინტერესო მომენტი არის, რომ აფხაზეთში ბჟანიას მაგალითად არ აძლევენ უფლებას, რომ პრეზიდენტობაზე იყაროს კენჭი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ესენი ერთმანეთს თავით უნდა შეასწრեն ბოლომდე. აფხაზეთში ჯერ კიდევ ბევრი მოვლენებია მოსახდენი, რომელმა მოვლენებმაც ბევრი რაღაცა უნდა შეატრიალოს რა. ასე არ ჩაივლის ეგ ყველაფერი. იმ დონეზე დაეცათ აფხაზებს თავმოყარეობა, თავისი თავიანთი დამოუკიდებელი, ესე იგი, სიამაყის, რომელსაც რო გეკითხა, რომ თავარია, მახსენდება ეს ზოგიერთი რო იძახო და დამოუკიდებელი ვიყოთ და ბალახ შევჭამთ. ახლა საქართველოს და ქართველებს თხოვენ ელექტროენერგია მოგვაწოდეთ. ეგაა მაგათ თავმოყარეობა. ამის თქვა მინდოდა, შემოკარგებოდა. რა ვიცი, ეს ახლა გადარბენაზე ვარ და მე ვცლად დავილაპარაკოთ ამ საკითხთან დაკავშირებით. სამწუხარო ისაა, რომ ისი აქვს საქართველოში საზოგადოებას დიდ ნაწილს, სხვადასხვა დიდ ნაწილს მოწამლული ესა გონება. ხო, თუნდაც ელემენტარული, ხო? ვერც ბიძინა ივანიშვილი, ვერც ჩიჩილაკა და ვერც ერთ უბრალო ხალხს ვერ ელაპარაკება. პუტინი ელაპარაკება. ბნელი რუსეთუმეები. ხლა მაგის, რასაც პუტინი აკეთებს, იმას ხوار იმას ვიზამთ, რა ქვია, გავაკეთებთ ჩვენც, ამიტომ თქვენ ეს, რა ქვია, აქეთ დეისვით იმედი და აქეთ დეისვით, იგი, რა ქვია, ტივი პირველი და ფორმულა და გააგრძელეთ ისა, რა ქვია, შიგ ევროპული დემოკრატიით საქართველოს მართა. სამარცხვინოა რა, სამარცხვინოა, შენ უბრალოდ შენ სამეზობლოში, შენ თავზე ამნაირი ამბები ხდებოდეს და შენ მაინც ახლა ჯო რუსთაველის გამზირს ვერ გაცდე 33 წელია მე ამნაირი არ მინდა ესე 33 წელიწადია ქართველებს აინტერესებს არჩევნები სხვა არაფერი არჩევნების გულიზა ეგა მე იტყვიან რომ რატო დაცინისო და ძალიან წარეთ ლაპარაკობსო და იგინებაო და დებილი როცა იქნები დაქცინებს ადამიანი აბა რა იქნება ჩემოკარგებო დაგემშვიდობებით აბა მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა და ბევრი რაღაცები ახლა უფრო განმარტებული იქნება იმიტომ რომ ახლა დავაკვირდეთ ვისა ვინცა ვართ ამ საკითხებით დაინტერესებული და გაუზიაროთ ერთმანეთს ჯერ მაინც ახალ დასრულებულია ეგ საკითხი მთელი მსოფლიო უყურებდა და ყველას აინტერესებდა ქართველების გარდა ყველას აინტერესებდა რა ხდებოდა დღეს ეგა
აბსუებს რო უწიოთ ძმაო, საერთოდ არ მიკვირს, მაგრამ დანარჩენ საქართველოს რა ჭირს? მასია ბელა, მას ფაქტია რომ მასია ცხონებული ზვიად გამსახურდიას გარდა არც ერთი ესენი არც სამართლიანი არჩევნებში გამარჯვებულები არიან და არც კანონიერი პრეზიდენტები არიან და არც კანონიერი მთავრობებია. ესაა დე-ფაქტო რეჟიმები. მას ქვია, ესაა რეალობა. საქართველოს შემოტრიალება ვინმეს თუ უნდა რაღაცისკენ. აღსადგენი არის ის, რასაც 31 მარტს მიცა საქართველოს ხმა. იმ პერიოდის კონსტიტუცია. მართლობა და ყველაფერი ისია დასაბრუნებელი, რაც დაამხეს და გაასწორეს მიწასთან. იკრიბება საქართველოში ჯგუფი, სამაგისოთ მე მაგაზე ცალკე ვისაუბროთ, არ მინდა ხა წინასწარ საუბარი, რომელიც ამ იდეას წევს. გავაკეთოთ ეს და თუ უნდა ქართველ ერს მობრუნება და თუ არ უნდა მობრუნება გააგრძელებთ ასე მიშაბიძინაზდებს. კარგად ვწანდებული.